მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია არქეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი თედო ისეკაძე. მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. აგრეთვე მადლობას მოგახსენებთ. მინდა ამთავითვე პატივისცემა დავადასტურო ქალთმარინა თქვენ და მე ტელევიზიის მიმართ. კიდევ ერთხელ ტელემაყურებელს მოგესალმებით. დღევანდელი საუბრის თემა შეეხება იმ საქმიანობას, რასაც თქვენ ეწევით და ამას ქვია არქეოგენეტიკა. საერთოდ ერთის მხრივ გენეტიკა და მეორე მხრივ არქეოლოგია და მათი რაღაც ერთობლივი როგორც მეცნიერება, ესე გააზრება არის საოცრად საინტერესო. ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თავის ფესვები არ აინტერესებს, ვინ არის, საიდან მოდის და ზოგადად ის ინფორმაცია, რისი მატარებლებიც ჩვენ ვართ და თუ პრინციპში გავითვალისწინებთ, რომ მილიარდობით და წარმოუდგენელი რაოდენობის უჯრედები, რისგანაც ადამიანი შედგება, თითოეულში არის დნმ დაახლოებით 2 მეტრამდე. ეს რომ გადამრავლდეს ერთმანეთზე, შეიძლება დედამიწას და 3 მილიარდ 200 მილიონი ნუკლეოტიდია წყვილი წარმოიდგინეთ. წარმოუდგენელი. და ამას ყველაფერს ანგებს მხოლოდ 4 ქიმიური ელემენტი იცით თქვენ და ეს კომბინაციაც ძალიან საინტერესოა ზოგადად ის შლეიფი, რაც ჩვენ მოყვება კაცობრიობის მთელი ისტორია ჩვენში არის ჩაწერილი, მაგრამ ამას წაკითხვა უნდა და სწორედ ამას აკეთებს მეცნიერება და მოდით ვისაუბროთ, რას გულისხმობთ არქეოგენეტიკა ზოგადად. კი ბატონო, ამთავითვე ვიტყვი, რომ არქეოგენეტიკა არის უფრო ფართო დისციპლინის პოპულაციური გენეტიკის ნაწილი. პოპულაციური გენეტიკაც ტერმინი ეს იმდენად ახალგაზრდა მეცნიერებაა, რომ ტერმინებთან დაკავშირებთ იგივე არქეოგენეტიკას, ხშირად პალეოგენეტიკასაც უწოდებენ. სულ 2000 წელი იყო, როდესაც პირველად ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ბრიტანეთის გამოაცხადეს ესეთი ხმამაღალი განცხადება, ღმერთის კოდი გაშიფრული. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ გაშიფრის მერე რაც უფრო მეტი სარკველი გაიღო, მეტი და მეტი კითხვა დაიბადა და ეხლაც არ მთავრდება, ეხლაც ხელების ცეცებით, თუმცა უკვე მეცნიერება ამ მიმართულებით ცოტა მყარად დგას, ვიდრე ადრე. გენეტიკაზე ზოგადად იცით თქვენ ჯერ კიდევ მენდელის პერიოდიდან ასე ვთქვათ ეს კანონზომიერებები აღმოაჩინეს. მენდელი დიდად დაფასებული არ იყო თავის დროზე, მოგვიანებით დაფასდა. მერე ეხლა ხას მოხერხდა ტექნიკის განვითარების შემდგომ აემხელა როგორც თქვენ აღნიშნეთ გენომის გაშიფრვა, იმიტომ რომ ამას სპეციალური აპარატურა დაჭირდა ეს. დღეს ილუმინა არის ესეთი აპარატი, რომელიც საკმაოდ მოკლე დროში, საკმაოდ ნაკლები მცირე შეცდომებით ახერხებს ამ ნუკლეოტიდების წყვილების, ასე ვთქვათ, გამოვლენას და გაციფრულებას, რომელიც მერე წაკითხვა და არქეოლოგიურ კონტექსტში ჩასვა უკვე სხვა სპეციალისტების საქმეა. ხო, მოდი მე სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ პიონერი ამ მიმართულებით იყო საპატრიარქო. და ბატონი გიორგი ანდრეაძე ამ მიმართულებით ცოცხალ ადამიანზე ესე ტესტის მიხედვით ჩვენც უცხოეთში ვაგზავნით, ასე ვთქვათ, ამ მასალას არქეოგენეტიკის მასალას ამ შემთხვევაში ვიდან ამოღებულ გენომს, ისე როგორც ბატონი გიორგი შემდგომში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მეცნიერებათა აკადემიამ, ბატონი აკადემიკოს რამა შენგელია მუშაობს პენსილვანიის უნივერსიტეტთან ერთად, თეოდორ შური არის ასეთ პროფესორი იქ, რომელიც ძალიან ხშირი სტუმარია საქართველოს და ნახევარი საქართველოს ცოცხალი პოპულაცია უკვე გამოიკვლიეს ფაქტობრივად. რა თქმა უნდა, ამოკრეფით არის ეს. ის როგორც მედიცინაში ვისაც სისხლის შემადგენლობა გაიგო, აუცილებელი არ არის მთლიანად სისხლისგან დაცვა, ერთი წვეთი, რამდენიმე წვეთი საკმარისია, თუ მეთოდი სწორად არის შერჩეული. ორი სიტყვით მე მგონი მეთოდზე ვთქვათ, ხო? რას ეხება? აუცილებლად. ხო. ჩვენ ახლა გენომზე ორმაგი სპირალი ყველას მოგეხსენებთ. არ მაინც რო განმარტოთ, ბევრია მაყურებელი, რომელიც არ არის ახლო ამ მეცნიერებასთან. რა არის გენომი? მინდა გითხრათ, რომ არქეოლოგისთვის, ისევე როგორც შემდგომ არქეოლოგიის დაყრდნობით ლინგვისტები მუშაობენ, ისტორიკოსი, ჰუმანიტარისტვის აუცილებელი არის მოლეკულური ბიოლოგიის ცოდნა. მაგრამ მე ვთვლი ისევე როგორც აი დათარიღების დროს რადიოკარბონს იყენებენ და ახლა ფიზიკა და ქიმიაც უნდა დავეყრდნოთ შესაბამის სპეციალისტებს. რა თქმა უნდა, ახლა მეც თეორიულად ეს ნაწილი ვიცი, მაგრამ მე რო შემიშვე ლაბორატორიაში სეკვენერების აპარატთან ნამდვილად ვერ ვიმუშავებ. შესაბამისად უნდა დავეყრდნო სპეციალისტებს და ესეთი ლაბორატორიები უკვე მაღალი დონის, რომელზეც ნდობა შეიძლება უკვე არის მსოფლიოში.
აქ ლაპარაკია ჩვენ გვაქვს თუ არ გვაქვს. არ გვაქვს სამწუხაროდ და ამაზე ბოლოში ვისაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ლაბორატორიის შექმნა ამ მიმართულებით, იმიტომ რომ სხვაზე დამოკიდებულები ვერ ვიქნებით მუდმივად. ეხლა რაც შეეხება მეთოდს, ასეთი რამ გახლავთ, ვისაუბრეთ ჩვენ გენომზე, მორმაქ სპირალზე ვისაუბრეთ იმ 4 ელემენტზე, რომელიც ქმნის ამ კომბინაციებს და ეს ყველაფერი მოთავსებულია ესეც იცის რა ის სკოლის ასაკიდან 23 წყვილი ქრომოსომული, საიდანაც ჩვენთვის ჰაპლოჯგუფებს როცა შევეხებით, საინტერესოა 23 წყვილის Y ქრომოსომა და აგრეთვე ბირთვის გარეთ მყოფი, ეგრეთ წოდებული მიტოქონდრიული DNM-ი, რომელიც ბირთვში არ არის. ეს არის დედის ხაზის მაჩვენებელი, დედის ჰაპლოჯგუფის მაჩვენებელი. ეხლა თუმცა ავტოსომური ნაწილიც ის დანარჩენი წყვილი 22 წყვილი ძალიან საინტერესოა სრული გენომური საკვენი ქვია, იმიტომ რომ იქ ჩანს ბევრი რამ, რომელიც საერთო სურათს იძლევა აი არქეოგენეტიკაში, ამა თუ იმ არქეოლოგიური კულტურების პოპულაციების მიგრაციასთან დაკავშირებით და თანამედროვე პოპულაციის შესწავლაც და მასთან დადარებაც, აი რაზეც ბატონი გიორგი ანდრეაძე მუშაობს, ბატონი ამაშენგელია, ილია უნშია ჯგუფი, გავაშელიშვილი ხელმძღვანელობს, ძალიან საინტერესოდ მუშაობდნენ, აჰვლედიანია ესეთი ამ სფეროს პოპულარიზაციით იყო დაკვებული საიტიც ჰქონდათ, რომ სამწუხაროდ ბოლოს ნახე რომ გაუქმებულია, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა გასაგრძელებელია. ეხლა რაც შეეხება ამ სწორედ ჰაპლოჯგუფებს, რომელიც აი Y ქრომოსომასთან და მიტოქონდრიულ ნაწილთან არის დაკავშირებული, სადაც როგორც თქვენ დასაწყისში აღნიშნეთ, ჩანს ჩვენი გენეტიკური ისტორია. ანუ გაირკვა რომ იცით თქვენ რომ Y ქრომოსომა და X არის პასუხისმგებელი მხოლოდ სქესს. ხო, Y-X მამაკაცი იბადება, 2X ქალბატონი. მაგრამ სხვა ფუნქციებიც აღმოაჩნდა, როგორც ვთქვით, არქივი იმ მუტაციების, რომელიც რაღაცა გაუგებარი მიზეზის გამო, ეხლა ავტოსომურ ნაწილში, როცა მუტაციები ხდება, ის ხშირად არის დამოკიდებული გარემოპირო რადიაციაზე, სხვა რა, ასე ვთქვათ, ფაქტორებზე, მაგრამ აი ჰაპლოჯგუფები, რომლებიც ჰაპლოჯგუფებს ქმნიან, ამის შესახებ მე ყოველ შემთხვევაში დღემდე სერიოზულ სტატიას არ დამიკითხავს მიზეზი თუ რატო ხდება, ასე ვთქვათ, ამგვარი მუტაციები ერთი ნუკლეოტიდის დონეზე. აი გუანინი შეიძლება შეიცვალოს ციტოზინით. და წარმოიდგინეთ ამის აღმოჩენა თვალით გამორიცხულია და უნდა დავეყნოთ სეკვენირების აპარატს, რომელიც რანდინ მუშაობას წევს. აი სწორედ ის მუტაციები, რომლებიც არა უკუქცევადია და გადაეცემა შთამომავლობას, ქმნიან ჩვენს გენომში არქივს და ასე ვთქვათ, ჰაპლოჯგუფების წყებას, რომლის თარიღები, ასე ვთქვათ, მუტაციის პერიოდი და ადგილი მეტანაკლებად უკვე გამოკვლევადი. ანუ ჩვენ შეგვიძლია რომ ამ გენომში ესა თუ ის მუტაცია ვთქვათ, როდის მოხდა, იმიტომ რომ თაობებს შორის დაახლოებით 25-26 თაობას შორის მერყეობს ერთი მუტაცია, ისეთი მუტაცია, რომელიც მყარია და გადაეცემა შთამომავლობას, თუმცა არის კიდე მუტაციები, რომელიც არ არის ქიმიურად მყარი და შეიძლება ერთ ადამიანში ვნახოთ და შთამომავლობაში ვერ ივხილოთ. ბოდის ვიხდი ერთი წუთით ეს ჰაპლოჯგუფებზე და ჰაპლოიდებზე რო საუბრობთ, მეც მინდა შემოვიტანო ერთ ესეთი კითხვის სახით, ცნობილია, როდიხ ენერგეტიკული მემკვიდრეობა ადამიანს აქვს დედისგან, იმიტომ რომ მიტოქონდრია არის ელექტროსადგური ჩვენს უჯრედში. მეცაც გეტყვით, მიტოქონდრია როგორც ჩანს თავის დროზე დამოკიდებელი ბიოლოგიური ორგანიზმი იყო, იცით, თქვენ მე ევკარიოტებმა დაიწყეს მისი გამოყენება სწორედ ენერგიის წყაროდ. და ეს არის წარმოუდგენელი რამ, რომ დედის ხაზი ინარჩუნებს ამას და ის ჯერ კიდევ მოსლად ყოფნის დროს პლაცენტა არის მოდის აი მამისგან და თვითონ დანარჩენი დედისგან განსაკუთრებით, ანუ დაცვა მამისგან, უსაფრთხოება რაც არის ისეც ჩადებული ადამიანში და ეს ენერგეტიკული მემკვიდრეობა დედისგან. და თქვენ როდესაც მუტაციაზე საუბრობთ, ცნობილია რომ მუტაცია ხშირად უარყოფითი ნიშნით არის ხოლმე, ხო? თქვათ, მაგრამ აი ამ შემთხვევაში ეს ხომ არ არის რაღაცის ცვლილებასთან დაკავშირებით, ის იგივე შეჯვარებასთან, იგივე სხვა, აი რატომ იყო თქვათ ებრაელები ან ადამიანთა ჯგუფები რო ცდილობდნენ რომ არ გასულიყვნენ თავისი თქვათ მოდგმიდან გარეთ. ხო, ეხლა როგორც ირკვევა ძალიან კარგი არ არის. როგორც ჩანს ამის შესახებ ადრეც იცოდნენ, მაგრამ იყვნენ პოპულაციები, ეს ისტორია მას აჩვენებს,
რომლებსაც აი ეს ენდოგამიური ან შიდა ქორწინებები ვასწავლეთ რამისა რელიგიის დონეზე ქონდა გამყარებული. ხო, გამომდინარე იქიდან რომ არ მომხდარი იყოს სწორედ მათი განსაკუთრებით ქალის ხაზი. ხო, ქალი არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. იცით რა დაავადებებს რაც შეეხება აქ აი Y ქრომოსომაში ან გნებავთ მიტოქონდრიაში მომხდარი გენეტიკური მუტაციები არანაირად კავშირში არ არის, იმიტომ რომ ის ყველაფერი რაც თქვენ გულისხმობთ ავტოსომური ნაწილისთვის არის დამახასიათებელი. უფრო ავტოსომური ალბათ. ისინი ქმნიან ფენოტიპს, ანუ კანისფერი, არანაირად არ არის არც კანისფერი, არც რასობრივი ნიშნები მიბმული მაგალითად Y ქრომოსომის ჰაპლოჯგუფებზე. აი მე მაგალითი შეგვიძლია მოგიყვანოთ დაუშვათ ქართველმა რომელიც J ჰაპლოჯგუფის მატარებელია შავკანიანი მოიყვანა მუზანგი ვცდილობ პოლიტკორექტული ვიყო მეშინია და ტერმინებია ფერადკანიანი კი ბატონო თქვათ შეეძინათ ვთქვათ მულატი მეტისია შემდეგ ამ მაგრამ ბიჭია და J ჰაპლოჯგუფის მატარებელია მან ისევ შავკანიანი მოიყვანა ისევ ბიჭი ეს J ჰაპლოჯგუფი გაგრძელდება ბოლოში მივიღებთ მკაცრად შავკანიანს მაგრამ ჰაპლოჯგუფი ექნება ქართველის ასე ვთქვათ ზოგადად J ასე რომ ეს არანაირად არ მუშაობს ამაზე მუშაობენ ავტოსომურ ნაწილში არსებული გენები მაგალითად კანის პიგმენტაციას განსაზღვრას მე-15 ქრომოსომაში არის სხვა შორის ჩვენს ძველ გენომებში აღმოჩენილია კოტეას კლდე და საწურბლია სადაც ირკვევა რომ თეთრი პიგმენტაცია ჰქონდა ოდნავ ასე ვთქვათ მუქი ეხლა რაც გვაქვს პრინციპში იგივე პიგმენტაცია ჰქონდა არის გენები რომლებიც თვალის პიგმენტაციას განსაზღვრავენ თავის ქალის ფორმას და ასე შემდეგ პირველ და მეორე ქრომოსომებშია. მაგრამ რაც შეეხება ჰაპლოჯგუფებს, ეს ყველაფერი ფენოტიპის გამსაზღვრელი მიბმული არ არის. თუმცა X ქრომოსომაში, უკვე მე ახლა მიტოქონდრიაზე ვლაპარაკობ, იქ არის გენები, რომლებიც განსაზღვრავენ ეს თქვენთვის იქნება საინტერესო, შეიძლება ჩამოაყალიბ ფსიქოტიპის შექმნას ადამიანის. არის გენები, ისე როგორც მე-11 წყვილი ქრომოსომების 22-ში X ქრომოსომაში. მაგალითად, ეხლა რამდენიმე სტატია იყო, სადაც დაარქვეს, აი რამდენიმე ისტორია ჯერჯერობით მიღებული არის ავანტურიზმის გენი. ეს არის გენი, რომელიც ნეირომედიატორებზე ზემოქმედებს, ანუ იმ ქიმიურ ელემენტებზე, რომლებიცაც უზრუნველყოფენ კავშირს ერთი ნეირონული ჯგუფიდან მეორე ნეირონული ჯგუფში და ფსიქოტიპი ყალიბდება. ეს ექვემდებარება სხვა ფაქტორებს, გარე ფაქტორებს, აღზრდას, გარემო პირობებს, სოციალურ, ასე ვთქვათ, გარემოს და ასე შემდეგ და მაგრამ ნუ იმის დამიხედვით როგორ განავითარებთ. აი ეს რაც შეეხება ავანტურიზმის გენი, მე როგორც მახსოვს D4, აღარ მახსოვს რომელ ქრომოსომაშია, პასუხისგებელია გრძელ დისტანციებზე გზაში ადაპტაციასთან სიახლის აღმოჩენის სურვილთან და ასე შემდეგ. დაახასიათებს ძირითადად აი მომთაბარე ტომებს და ნაკლებად არის დამახასიათებელი ისეთი პოპულაციებისათვის, რომლებიც მიწასთან არიან მიბმულები. ვინ არიან ქართველები? აი ვინ არის? მოდი ესე ვთქვათ, გენეტიკურად რა სურათი გვაქვს. ქართველები ვინ არიან? აი ეთნოსის განსხვავებასთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და აქვე მინდა ხაზი გაუსვა ბევრს ეს ეწყინება, იმიტომ რომ სხვანაირი წარმოდგენად ქონდათ ჰაპლოჯგუფზე მიბმული არ არის. საქართველოში ჰაპლოჯგუფები ხო მოგეხსენებთ ახლა თქვენ ბიოლოგია იცით და ბიოლოგიური მოვლენა არ არის ეროვნება, უფრო კულტურული მოვლენაა, რას მიაკუთვნებს შენ. თუმცა იმის გამო რომ ვარ ძველი ერი და ჩვენს ძალიან დიდი ხნის მანძილზე და ეხლაც არ ვარ შორს ხშირი ენდოგამიური ურთიერთობა გვაკავშირებს, ქართველს მაინც ქართველი მოყავსოთ. ეს ფენომენიც მარტო ჩვენთან არ არის, ჩრდილო კავკასიაშიც შემჩნეულია და ამის გამო ხდება ეგრეთ წოდებული გენეტიკური დრეიფი. ანუ ერთი ჰაპლოჯგუფი მეორეს ჩრდილავს, აი მეტი ვაჟიანობა აქვს და უშუალოდ ერთხას შესაბამისად ნაკლები ვაჟიანობა ვისაც აქვს, ის იჩრდილება და ეს არის ეგრეთ წოდებული გენეტიკური დრეიფი, როდესაც რაღაც პერიოდის მერე ამაზე ცდებია ჩატარებული, მათ შორის ესეთ ვაშლის კინკლებზე, ეგრეთ წოდებულზე, იმიტომ რომ იქ კვლევა გენეტიკური ადვილია, ძალიან ცოტა ხანს ცხოვრობენ და ერთ თვეში შეიძლება რამდენიმე თაობას გაადევნო თვალი. ეს ამ შიდა ქორწინებება განსაზღვრა ის, რომ გვაქვს ორი დომინანტური მაჟორული ჰაპლოჯგუფი J და G. აი ახლა ამაზე მინდა გადავიდეთ და ვილაპარაკო იმაზე, რაც ჩვენს უნიკალურობას და აქაც ძალიან ფრთხილი მინდა ვიყო, მაგრამ ამ უნიკალურობაში რა იგულისხმება ჩვენთან
არსებობს აღამჩენილი და გამოკლეული ეგრეთ წოდებული კავკასიელი მონადირე შემგროვებელის კლასტერი. ეხლა რა არის ეს კლასტერი და ესეთ კლასტერები რამდენიმეა, რამ განსაზღვრა ეს? საქმე ისაა, რომ ეხლა აფრიკიდან გამოსვლის პროცესს არ მოვყვემ, პირველი გამოსვლა, მეორე, ამაზე ხშირად ვისაუბრე, ჩვენთვის საინტერესოა მეორე გამოსვლა, როდესაც აი აფრიკის რქიდან სიერმეში შემოვიდა კრომანიონელი, მე ეხლა ხაზი აქაც მინდა გავუსვა, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ საპიენს საპიენსზე, კრომანიონელზე, ანუ თანამედროვე ანატომიური ტიპის ადამიანზე. ის მითებიც, რომ ჩვენ 1.800.000 წლის წინ აქ მაინც ადამიანი იყო და მის შთამომავლები ვართ, უნდა დავიწყოთ ახლა ეს არანაირად არ აკნინებს დმანის აღმოჩენის როლს, იმიტომ რომ ჩანს, რომ ჩვენი რეგიონი ყოველთვის იყო გარკვეული გზაჯვარედინი, მათ შორის ჰომინიდების გადაადგილებისა და არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორედ ის კავკასიელი მონადირე შემგროვების კლასტერი, რომელზეც დღეს ყოველ მესამე სტატიაში, რომელიც ამ ხაზით იწერება, აუცილებლად არის ხოლმე საუბარი კავკასიელი მონადირე შემგროვებაზე, იმიტომ რომ მიზი ხაზი თითქმის ყველგან ჩანს. პირველი ნეოლითური კულტურა საქართველოში ჩანს შულავერის შრომის პერიოდში. ეს არის ზუსტად ის ადგილი, სადაც აი რომ ჩვენ ვამაყობთ, რომ 8000 წლინამდელი ღვინის კვალი აღმოჩენილი. ეს არ არის მარტო საქართველოს მაშინ ახლა საზღვრები არ იყო და მოიცავდა აზერბაიჯანის, თანამედროვე სომხეთის და აკნაშენი ეგეთი არტაშენი ეგეთი არქეოლოგიური ცენტრები, როდესაც ამ არქეოლოგიურ ცენტრებში საქართველოსთან გენომი არ გვაქვს სვლიდან, სამაგიეროდ გვაქვს მენთე-შტეპედან, ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორია. ყველგან მკაფიოდ იკვეთება კავკასიელი მონადირე შემგროვებლების დომინაცია. იქ არის მინარევები სამხრეთიდან წამოსული, იყო ეგეთი არქეოლოგებს ყოველთვის ჰქონდათ ეჭვი, რომ შულავერის შრომის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდნენ ხალაფა, ხასუნა, ეს უბეიდის კულტურები, რომ ცენტრალურ მესოპოტამიაში იყო განლაგებული. მაგრამ კითხვა ქართველებს ჰქონდათ, რომ ამ კულტურის შექმნაში შულავერზე მაქვს საუბარი, ხო არ მონაწილეობდა ავტოქთონური მოსახლეობაც, ანუ ადგილობრივი. აი გენეტიკამ გვაჩვენა, კი ესეა და თითქმის 50%-ზე მეტი არის კავკასიელი მონადირე შემგროვების გენეტიკური კვალი. ეს იმას ნიშნავს, რომ კი ბატონო მიგრაცია სამხრეთიდან იყო, მაგრამ დახვდნენ ადგილობრივი მოსახლეობა, როგორც ჩათ მათ ჰქონდათ ესე ვთქვათ კომპლემენტარული ურთიერთობა, ომების კვალი არ ჩანს, შეაჯერეს თავის კულტურები და აი ეს შექმნეს ეს პირველი ნეოლითური კულტურა საქართველოში, რომელიც აი ღვინის აკვრად მოიაზრება. იგივე ხაზი ჩანს შემდგომ კულტურაში, მტკვარ-არაქსში, აქაც ხაზგასმით ჩანს კავკასიელი მონადირე შემგროველი. ეს კულტურა არც არის ასე გასაკვირი, რომ გლობალურ მოვლენას ეძახიან, იმიტომ რომ ძალიან დიდ სივრცეზე არის გასული და ყოველთვის იყო კითხვა, ეს არის ეს გაფართოება, აი ლევანტამდეა ჩასული, ახლა თანამედროვე ისრაელი და ასე შემდეგ. ხირბეთ კერაკის კულტურა ასეთი და იყო საუბარი, ეს ადგილი ჰქონდა მოსახლეობის გაფართოებას, ანუ დემიურ დიფუზიას თუ ადგილი ჰქონდა კულტურულ დიფუზიას, ანუ ადგილობრივი მოსახლეობა მეზობლის კულტურას გამოიღებდა მოსახლეობის ჩანაცვლების გარეშე. გენეტიკამ გაჩვენა, რომ დიახ, ფართოვდებოდა მოსახლეობა, იმიტომ რომ ჩანს მკაფიოდ კავკასიელი მონადირე შემგროვების გენეტიკური კვალის დიფუზია. მათ შორის ლევანჩიც. თქვენ რომ ნახოთ აი პიპიენს ეძახიან პრეპოტერი ნეოლითი, ანუ კერამიკამდელი ნეოლითი, ასე ვთქვათ ლევანტის, იქ არის ეგრეთ წოდებული I ჰაპლოჯგუფი, რომელიც აფრაზიულია, ერთ-ერთი ყველაზე ძველი და არ ჩანს J. აი მტკვარ-არაქსის გაფართოების მერე ყველგან ჩნდება J ჰაპლოჯგუფი. სხვა შორის ანთროპოლოგიები ამჩნევდნენ ამას, რომ იქ რაღაცა მოსახლეობის ჩანაცვლებას ჰქონდა ნეოლითის ამ ფაზაში, მტკვარ-არაქსის, მაგრამ უკავშირებდნენ მაინც ცენტრალურ მესოპოტამიას ანთროპოლოგიურად, მაგრამ გენეტიკამ გვაჩვენა, რომ ცენტრალურ მესოპოტამიაში ის ახალი ასე ვთქვათ ადამიანი რო ჩნდება, ახალი რასობრივი წარმონაქმნი. გენეტიკურად ისიც სამოსულია ზემო იმერეთიდან, შეგვიძლია ასე ვთქვათ. და ბევრი რო არ გავაგრძელო, ეს კვალი ჩანს მინოსში. მინოსის, ანუ ეს მინოსი მოგეხსენებათ პირველი ევროპული ცივილიზაცია,
მინოში ტრანსკავკასიელი მონადირეა შემგროვების კვალი, მცირე რაოდენობით უკვე 18-20%-ია, მაგრამ ესეც საკმარის რაოდენობა. ესეც ბუნებრივია, იმიტომ რომ აფრის მანძილზე პოპულაციები ზავდებოდნენ, ერთმანეთს ერეოდნენ, იქ ჩაერთო ცენტრალური და დასავლეთ ანატოლია, აქ თვითონ ლევანტის ადგილობრივი მოსახლეობა გადავიდნენ მინოსზე, მინოშიც იყო მოსახლეობა და ეს მაგრამ ჩანს რომ კავკასიელი მონადირეა შემგროვების ხაზი, ჯეი, ჰაპლოჯგუფი გადასულია. მე აღარ ვლაპარაკობ კიდე სხვა მიმართულებით გაფართოებას, ეხლა მე სამხრეთის მიმართულებით წამოვედით, მაგრამ იგივე სიტუაცია ჩრდილოეთში. ჩრდილოეთის მიმართულებით ეხლა სხვა შორის მინდა აღნიშნო, რომ შულავერამდე არის ესეთი ძალიან საინტერესო არქეოლოგიური კომპლექსი, რომელიც არის შეუსწავლელი, ძალიან ცოტა სტატია არის მცირეოდენობით ამ მიმართულებით. ეს არის ნაგუთნი ფალურის არქეოლოგიური კომპლექსი, რომელიც მოიცავს აი სამეგრელოს მთიანეთს, აფხაზეთის მახლობლად და აქეთ ისტორიულ შიდა ქართლში ზნაურის ოლქი ეხლანდელი, აი ისტორიული შიდა ქართლი, რომელიც ახლა ოკუპირებულია და ახლა იქ არქეოლოგიური გათხრების წარმოება ძნელია. სხვა შორის მათ შორის რუსი არქეოლოგების თქმით, აქ ჩანს უკერამიკო ნეოლითი, ანუ ის რაც ლევანში ჩვენ პიპიანი უწოდეთ, ან პრეპოთერი ნეოლითი. ამის კვალი კავკასიაში შულავერის შრომამდე ჩანს. ეს არის ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, მიგნება და ამის კვლევა მე ვფიქრობ, რომ მომავალ სადაც იქნება საშუალება და მით უფრო თუ იქ ძვალი აღმოჩნდება, საიდანაც გენომის ამოღება შეიძლება, ძალიან ბევრ რამეს გვეტყვის, იმიტომ რომ სრულ გაფართოებამდე, შიდა ქვემო ქართლამდე გაფართოებამდე, როგორც ჩანს, რაღაც პერიოდი უფრო პატარა მონაკვეთში ნეოლითს ადგილი ჰქონდა საქართველოში. რაც შეეხება უკვე დასაბუთებული რაც არის ნეოლითი, ეს არის დარკვეთი მეშოკოს კულტურა, დარკვეთი მოგეხსენებათ აგერ ჩვენთან და მეშოკო არის უკვე ჩრდილო კავკასიაში, ეს არის ჩრდილო დასავლეთ კავკასია, აი სადიღველების ხორბენ და შემდეგ ჩვენთან აქაც არა გვაქვს ძვალი, სამწუხაროდ, აი რამდენჯერ რა ასე ვთქვათ, ჩამორჩევით თორედ ამ მეცნიერებას. მაგრამ რუსებმა იქ მეშოკოში უნაკოზოვსკაია არის ეგეთი არქეოლოგიური ცენტრი, რომლის დარკვეთის გაგრძელება ერთი ჰორიზონტია არქეოლოგიური. იქ რამდენიმე ძვალი გაშიფრეს, მე კიდე მაქვს 25 წელს კიდე მოხდა, ჯერ სტატია არ არის დაწერილი რამდენიმე ძვალის გამოკვლევა და იქაც ჩანს კავკასიელი მონადირე შემგროვებელი კოტეას კლდის ხაზი, არა საწურბლიასი, არამედ J2A. ეს არის ძალიან საინტერესო, რომ ანუ სამხრეთის გაფართოების გარდა, როგორც ჩანს, ჩრდილოეთშიც გადაინაცვლა. ასეთ გადარაცვლება ჩრდილოეთში კიდევ უფრო ადრე ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემა. ეს მე ახლა მოგახსენეთ გადანაცვლება სამხრეთიდან ჩრდილო დასავლეთ რეგიონში კავკასიის. ანალოგიური პროცესი მიდის ჩრდილო აღმოსავლეთ, აი კასპიის კარიბჭეს რო ეძახიან, ასე ვთქვათ. იქ როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ლეილატეპეს არქეოლოგიური კულტურის პერიოდი, ეს არის შულავერის შრომის ბოლო სტადია, მტკვარ-არაქსამდე. იქაც ჰქონდა ველიკენტი არის ეგეთი არქეოლოგიური კომპლექსი დაღესტანის ტერიტორიაზე. იქაც ჩანს კავკასიელი მონადირე შემგროვებელი, რა თქმა უნდა, მინარევით, სხვა მინარევით. ისევე როგორც დარკვეთი მეშოკოში არის, ასე ვთქვათ, ახლო აღმოსავლეთის მინარევი. ეხლა რას ნიშნავს ეს? რომ დარკვეთი მეშოკოს და შულავერის შრომის მიუხედავად იმისა, განსხვავებული არქეოლოგიური კულტურებია, გენეტიკური მიმოცვლა, ანუ პოპულაციების მიმოცვლა ჩანს რომ ყოფილა. ეს არის ძალიან საინტერესო, რომელიც მე ლინგვისტიკას მივაბი და არ ვიცი დრო თუ გვექნება ამაზეც ვისაუბროთ, მაგრამ გავაგრძელებ ამ ხაზს. უფრო მოგვიანო კულტურა ჩრდილო კავკასიაში, ახლა მე ჩრდილოეთის ხაზს მივყვები, უკვე სამხრეთზე ვისაუბრეთ, ჩანს მაიკოპის კულტურაში. მაიკოპის კულტურაც არის გლობალური ხასიათის ძალიან საინტერესო კულტურა და აქ გენეტიკური ხაზით საკმაოდ კარგად არის გამოკვლეული. ჩანს ის, რომ აი ეს ველინგენტის ხაზმა და დარკვეთი მეშოკოს ხაზმა გენეტიკურმა ნელ-ნელა იქ უკვე სტეპი იწყება და ერთმანეთთან კომუნიკაცია ძალიან იოლია. მათი მინარევები ჩანს და აი საბაზო მაჟორული ჰაპლოჯგუფები სწორედ მათ შორის კავკასიელი მონადირე შემგროვებები იყვნენ. ხაზი მინდა გავუსვა, რა თქმა უნდა, სამხრეთ
ასე ვთქვათ, ახლო აღმოსავლეთის მინარევებით. ამის მერე შემდეგი კულტურა არის უკვე იამნაე კულტურა, რომელიც არის სხვა შორის აი აქ უკვე მინდა კავკასიელი მონადირე შემგროვების აღმოჩენის ისტორია შევეხო, იმიტომ რომ აი ამ მომენტს უკავშირდება. როდესაც თანამედროვე ევროპელების გენეტიკური პროფილი შეისწავლეს, იქ აღმოჩნდა რამდენიმე ხაზი. ბუნებრივია პირველი დასავლეთ ევროპული მონადირე შემგროვებლები, ანატოლიელი ნეოლითი, იქ ეს ცალკე მიმართულება კიდე ევროპაში მთელი ეს ეგრეთ წოდებული დონაური კულტურები და დონური კულტურები და ამ შემდეგ პოპულაციურად როგორც ჩანს ანატოლიელების კისერზეა, მათ ჩამოაყალიბეს ასე ვთქვათ და ეს კვალი ჩანს. ჩანს აი ეს იამნაე ორმული კულტურის გენეტიკური კვალი უფრო გვიანი, მაგრამ აღნიშნა მეოთხე კომპონენტი, რომლის მუტაციები არც ერთ ამ სამს არ ახასიათებდა და ეს თეთრი გენეტიკური ლაკუნა გამოჩნდა და საწუბლეას კლასტერი რო შეისწავლეს გენეტიკური, რამდენიმე სტატია ერთად დაიბეჭდა, გარკვეულია თანამედროვე ევროპელების მეოთხე გენეტიკური კომპონენტი კავკასიელი მონადირის შემგროვებელი. ეხლა საიდან გაჩნდა ეს კომპონენტი? ეს კომპონენტი განსხვავებით დარკვეთი მეშოკოსაგან და ველიკენტის ან მაიკოპის კულტურებისაგან არის აბსოლუტურად სუფთა იმ მინარევებისაგან, რომელზეც ადრე ვილაპარაკეთ, ახლო აღმოსავლეთის. რეფერენსული ტიპის, ასე ვთქვათ, ანუ ეტალონური ტიპის კავკასიელი მონადირე შემგროვებელია, ანუ ის არის ის, რაც საწურბლია და კოტიას კლდე. და აქ დევიდ ენტონი ესეთი არქეოლოგიის ვარაუდობს, რომ დაახლოებით სანამ შულავერის შომუ შეიქმნებოდა და სანამ ლეილა ტეპედან ჩრდილოეთში გადასახლებას ჰქონდა ადგილი, რაღაც ჯგუფი კავკასიელი მონადირე შემგროვებლებისა დაიძრა ჩრდილოეთით და ჩამოაყალიბა ჩრდილოეთ კავკასიაში კულტურა უფრო იქით. მისი აზრით ეს არის ესე ვთქვათ კასპიის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ვოლგა ერწყმის კასპიის ზღვას, იქ დელტაა. კაირშაკი არის ესეთი კულტურა, რომელიც კარგად არ არის შესწავლილი, იმიტომ რომ სადაც დელტაა ჭაობი, იქ საკმაოდ რთულია არქეოლოგისთვის მუშაობა. ის ესე ვარაუდობს. და როდესაც ასე ვთქვი, იამნიკები ეგრეთ წოდებული მეორმეები დაიზრდნენ ცენტრალური ვოლგისპირეთიდან, მათ შეერიენ ზუსტად კავკასიელი მონადირე შემგროვებლები და დაახლოებით 50-50-ზე არის პროცენტულად მათი გენეტიკური კვალი ამ ახალ იმ პოპულაციაზე გავლენა, რომლებიც მერე დასავლეთით განვითარდნენ და თანამედროვე ევროპელების გენეტიკური პროფილი შექმნეს. აი, სხვა შორის მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ თუ სამხრეთით მუდმივად ჩანს მამაკაცის ხაზი J, იქ მამაკაცის ჰაპლოჯგუფი იცვლება ჩრდილოეთში. R1 ჰაპლოჯგუფი ჩანს და ის მინარევი დანარჩენი როგორც ჩანს მიტოქონდრიიდან არის. ანუ ლოგიკურად თუ იმიჯელებთ, აი იამნიკების მამაკაცებს ქართველი ადრეული ქართველი ქალბატონები მოყავდათ ცოლად, იმიტომ რომ ეს მუტაციები, ასე ვთქვათ, ქალის ხაზით არის იქ საერთო სურათში წარმოჩენილი. აი ესეც საინტერესო სურათია, მე აღარ ვლაპარაკობ მე ამ მიმართულებით სტატიებს ვიცნობ, მაგრამ ნაკლებად ვიკვლიე. გარდა იმისა, რომ ეს ეგრეთ წოდებული სტეპნიკები დასავლეთის მიმართულებით წავიდნენ, ისინი გაფართოვდნენ აღმოსავლეთით და ინდოეთშიც, სწორედ აი ამ კლასტერის კვალი მაღალ კასტებში, მათ გენომებში შენარჩუნებულია. ეხლა რამდენად უკავშირდება ეს სხვადასხვა ინდისველის კულტურას, სხვა კულტურებს, ეს კვლევის საგანია და ყოველ შემთხვევაში თემა ისეთია, რომ აი ჩვენ ზუსტად ქართველებს ძალიან მე ვფიქრობ, რომ ვალდებულიც ვართ, რომ ამაში მნიშვნელოვანი წილი შევიტანოთ და არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული უცხოეთს ლაბორ მაქს პლანკზე, პენსილვანიაზე და ამ შემდეგ და ჩვენი წინაპრების ძვლები ჩვენვე ვიკვლიოთ, იმიტომ რომ ეხლა აქ ძალიან ბევრი ხიფათებია. საქმე ისაა, როდესაც უცხოელები იკვლევენ, მერე არქეოგენეტიკურ ნაწილში უნდა ველოდოთ სტატია იბეჭდება, მერე ამ სტატიის მასალები უკვე გამოყენებადი მას გამოქვეყნების მერე ხდება, მაგრამ გენომის გაშიფრის ნაწილში სრულ სურათს არ გვაძლევენ. აი ავტოსომურ ნაწილში რა ხდება? ეთნოგენეტიკური დაავადებები რა ჩანს, რა ჩანს, ამაზე ჩვენ ინფორმაცია აქვს, თუ თვითონ არ მოინდომეს ამ სეგმენტის სტატიაში ჩაწერა. ну ძირითადად ჰაპლოჯგუფებს გვიჩვენებენ მამის ხაზი, დედის ხაზი და აი ეს არის, თორე იგივე ეთნოფსიქოლოგია, მე როგორც გითხარით, ხო? თქვი გენები
აი ნეირომედიატორები, ესე ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ესე იგი ჩვენ თავს უცხოელები უფრო კარგად იცნობენ ვიდრე ჩვენ გენეტიკურად და ეს მოდი თქვა ბიოლოგია იარაღია თუ ვიღაცამ ცუდად მოიხმარა. შესაბამისად ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის მეცნიერება. მე ამ ეტაპზე ეჭვმეპარება რომ ჩვენ განავითაროთ ბიოტექნოლოგიის ისეთი დარგები როგორც არის გენოინჟინერია, ნანოტექნოლოგიები და ამ შემდეგ, თუმცა არ ვიცი შეიძლება ვიღაცები გამოჩნდნენ აქ. ეს ძალიან ძვირადღირებული მიმართულებაა. მაგრამ აი ამ ნაწილში რასაც მე ვლაპარაკობ არქეოგენეტიკაში, პოპულაციური გენეტიკაში, ეთნოგენეტიკური დაავადებები, რომელიც არსებობს, რაც არ უნდა ვთქვა, და ეხლა მანამდეც იყო ამოჩენილი ეგრეთ წოდებული ხმელთაშუა ზღვის სინდრომი, ხო, რომელიც ახასიათებს ჩვენი რეგიონის წარმომადგენლებს. რა ეთნოფსიქოლოგიური ტიპი ვართ ჩვენ, ეს ყველაფერი საკვლევია და მარტო ჰუმანიტარების საკვლევი არ არის, სხვადასხვა მედიცინის მიმართულებით არის, სხვა შორის ძალიან აქტიურად კრიმინალისტიკაში გამოიყენება ის თქვენ ახლა თითის ანაბეჭდი აღარ არის საჭირო, უბრალოდ კანის მტვერის მიხედვით შეიძლება ადამიანის გენომი და დაადგინო და იდენტიფიკაცია მოახდინო ვინ იყო მაგდროს ოთახში. ასე რომ ეს არის მიმართულება, რომელიც ამ ნაწილში რაც მე თქვი ძალიან ძვირი აღждდება. აი ეს ლაბორატორია არქეოგენეტიკური სადღაც $1 მილიონ ფარგლებში სავსებით შესაძლებელია გაიმართოს, სხვა საქმეა სპეციალისტები, სხვა შორის ჩვენ ყავს სპეციალისტი მომზადებული Max Planck-ში, რომელსაც გენომის ექსტრაქცია შეუძლია ძვლიდან. ყავს ბიოინფორმატიკის დარგში ადამიანი, ლიკა სვანაძე. და კიდევ თუ ვინმე დაგჭირე ხა ბოლო-ბოლო ლუგარი გვაქვს. ჩვენ ლუგარის გამოყენება ძალიან აქტიურად შეგვილია, ისინი რა თქმა უნდა დაავადებების მიმართულებით იკვლევენ მოკლე მონაკვეთებს, მაგრამ სრული საკმაოდ მაღალი დონის აპარატურა აქვს იმისათვის, რომ თუ თანხა იქნება და შევკეთა იქნება, სრულ სეკვენირებას მოახდენენ გენომის. ძალიან საინტერესოა, როდესაც თქვენ ნეირომედიატორულ ნაწილზე საუბრობთ, მთელი ქცევის ანატომია არის სწორედ დაკავშირებული ნეირომედიატორების ტრანსმისიებზე და იგივე ვთქვათ კონცენტრაციაზე ერთ ჰემისფეროში, მეორე ჰემისფეროში, იმ განსხვავებაზე, რაც არის მათ შორის, ვთქვათ 10-12%. აი behavior რასაც ქცევის ანალიზი დღეს უკვე ხშირ შემთხვევაში დგას ნეირობიოლოგიურად სწორედ ამ მედიატორებზე, ამ ტრანსმიტერებზე. მაგრამ და თქვენი აზრით რა არის მიზეზი, რომ არ ვთქვათ ბოლომდე არ გვეუბნებიან ინფორმაციას ეს რაიმე? იცით რა, მე ეხლა არ მინდა აქ ასე ვთქვათ შევიდე და რაღაცები არა, როგორც მეცნიერმა რო ვთქვათ, ახლა ჩვენ იმას სხვა ორნამენტი ახლა ნამდვილად მოდით მე ყველაზე ცუდ ვარაუცვიტყვი ახლა როდესაც შენ იცი ამა თუ იმ ერის სუსტი გენეტიკური წერტილები მისი მართვა მათ შორის ძალიან ცუდი მიმართულებით არის სავსებით შესაძლებელი. ეს არ არის მითი. რა თქმა უნდა. ეს არ არის მითი, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ მაინდა-მაინც ასე ვთქვათ ამის გამომალავენ. უფრო ალბათ იმიტომ, თუმცა ამაზე კვლევა აშკარად მიმდინარეობს. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ 2000 წელი ვთქვი მე, როდესაც გამოაცხადეს, რომ მე კოდი გახსნილია, მაგრამ მანამდე ეს ყველაფერი სამხედრო ინდუსტრიაში აშკარად მიმდინარეობდა ეს კვლევა. ეს ჩვეულებრივი რამ არის და მხოლოდ მას მერე რაც რაღაცა ახალ ეტაპზე გადადიან ამ ქვედა დონის კვლევებს და აღმოჩენებს, ასე რომ საჯაროდ გამოფენენ ხოლმე. ეს არის დამახასიათებელი, ასე ვთქვათ, დღევანდელ სამეცნიერო სამყაროსათვის. და ნუ ის ძირითადად თან ახლა ინტერესი ძირითადად ახლა ჰაპლოჯგუფებზეა ინტერესი, აი უკვე გამოჩნდნენ მოყვარული გენეტიკოსები ამ მიმართულებით, უკვე ტრაბახობენ და ბევრ რაღაცას ნახავთ, რომ აი მე გენომი გავაგზავნე, 60% ქართველი ვარ, 15% ბერძენი. ეს არის კომერციული სტრუქტურები, რომელიც ამას ძალიან კარგად იყენებენ, იმიტომ რომ არანაირად არ არის მიბმული, ასე ქვია 14% ბერძენი ხარ. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ სად მოხდა ეს მუტაცია, თუ ხმელთაშუა ზღვაშია რაღაცა ნაწილი მუტაციების, გეუბნებიან რომ ბერძენი ხარ, ეგრე უფრო საინტერესოა, ვიდრე დაუწყო ახსნა, რომ იქ რაღაცა მუტაცია მოხდა და მე გადაადგილებას ქონდა ადგილი. ხოდა ნუ ხალხი ახლა ამაზე ამოიგება ხოლმე და თუმცა რა ეს არა რაღაცა სურათი ჩაანსხო და კი ბატონო გქონდეთ. ბოლო-ბოლო თავისი ჰაპლოჯგუფი იციან და ეს ძალიან კარგია.
ძალიან კარგია, მაგრამ ერთხელ მახსოვს, ჩემი მეგობარი ამერიკაში ექიმი და მან ამერიკა რომ იკვლევენო აქ სვანებს განსაკუთრებით და რა არის ეს? არის რაღაც შიდა განსხვავებები ჩვენ შორის და რა არის ეს განსხვავებები? აი მე რო პენსილვანია ვახსენე და ბატონი რამაზი შენგელია ისინი რეგიონების მიხედვით აკეთებენ და არაკეთ შერჩევით აკეთებენ, სწორი მეთოდია. მაგალითად სამცხე-ჯავახეთში იყო ბოლოს სპეც მივიღების ორგანიზებაში მონაწილეობა, იქ შეირჩა ძირძველი ასე ვთქვათ მესხური გვარები. ეხლა იქ 40 წლის წინ რაოჯახი ჩავიდა იმის გენეტიკა ნაკლებად საინტერესო ისტორიის ასადგინად და ეს მეთოდი დაცული იყო. ეხლა რაც შეეხება სვანეთს, სხვა შორის აქ მე მინდა ვთქვა მე ესე დავარქვი G ჰაპლოჯგუფის სინდრომი. ეხლა რა შეა საქმე? მე სამოყვარულო ასე ვთქვათ მიმართულება ვახსენე ამ და მეცნიერებაშიც ხშირად ასე ვთქვათ სოლიდ გზით მოხდა სიარული დასაწყისში. სხვა შორის მეც ვიყავი ამ გავლენის G ჰაპლოჯგუფის სინდრომის ქვეშ მოქცეული. რა შეა საქმე? ეს G ჰაპლოჯგუფი J-ზე, ანუ კავკასიელი მონადირის შემგროვებაზე უფრო ძველია. ამას ემატება მეორე ფაქტორი. ეს არის შენარჩუნებული მთისპირეთში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ისტორიულ შიდაქართში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც ახლა ჩანს ისტორიულად, რომ სვანეთის ტერიტორია იყო. შესაბამისად, ლინგვისტურად თუ ამას დაემატება მესამე ფაქტორი, რომ სვანებში არის ყველაზე მეტი არქაიზმი პროტოქართული შენარჩუნებული, რა თქმა უნდა, ლოგიკა ითხოვს იმას, რომ აი G ჰაპლოჯგუფი არის ყველაზე ძველი და ქართული. სვანე მერე და მერე გაირკვა რომ და პლუს აფხაზებთანაც არის ასე ვთქვათ ეს სუბკლადი. თუმცა ეს სუბკლადი არა მისი სათაო ასე ვთქვათ G ჰაპლოჯგუფი. სვანებში არის G2A1 ანუ P18 სუბკლადი, აფხაზებში არის G2A2B. მათ აქვთ აბსოლუტურად განსხვავებული სუბკლადური ისტორია. და მათი კვალი თუ ადრე, ეხლა როდესაც სანამ ამ ჰაპლოჯგუფს კარგად შეისწავლიდნენ და აღმოჩნდებოდა რომ ის არის ახლო აღმოსავლეთში მათი წინაპარი ჰაპლოჯგუფი, ლოგიკა იყო ერთ-ერთი. ერთი სუბკლადი არის აფხაზეთში, აგერ მეორე სუბკლადი არის სვანეთში. შესაბამისად ერთი ვერტიკალური ხაზი გაავლეს გორებაში, მეორე ჰორიზონტალური, მივიდნენ კოლხეთამდე და ჩათვალეს რომ G2-ა, ანუ მათი წინაპარი ჰაპლოჯგუფი წარმოიშვა კოლხეთში. ამ სტერეოტიპიდან ბევრი ვერ ამოდის. მათ შორის ქართველებიც, პირველ რიგში ქართველები, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალი ინფორმაციებია, აი მაინც კოლხეთზე არიან ჩაჭიდებულები. კოლხეთი ამ პერიოდში ვერ იქნება მით უმეტეს ამ ძველი ასე ვთქვათ წყარო, იმიტომ რომ ყველაფრიდან ჩანს, რომ ამ პერიოდში ეს არის ასე ვთქვათ ჭაობი, მურყნის ტყეჭაობი ეგრეთ წოდებული და ზოგადად დაბლობში აი ესეთ ადგილებში ძალიან ძნელია მათ შორის პალეოლითში და რაღაც მოსახლეობის წარმოქმნა. არც არის, არც გენეტიკური მასალა, არც არქეოლოგიური მასალა ამ პერიოდის მერე და მერე რა თქმა უნდა კოლხური კულტურა. კოლხური კულტურა სხვა არის, ეს ბრინჯაოს ხანის კულტურაა და აქ უკვე მეორე პოპულაცია იღებს მონაწილეობას. მე ახლა სვანების ხაზს გავაგზავნებ. აქ არის ძალიან საინტერესო რამ. რომელზეც მე ერთი სტატია უკვე გამოვაქვეყნე უცხოეთის ჟურნალში ყობანის კულტურას ეხება და მეორე სტატია ეხლა ქვეყნდება სპრინგერში. პატარა შენიშვნები ჰქონდა და ჩასწორდა. სხვა შორის ეს სტატია ერთად მოამზადე მე და ბატონმა ნიკა თუშაბრამიშვილმა, არქეოლოგმა, რომელიც გარდაიცვალა. შეიძლება ახალგაზრდა ეხლა ხანს. მე მინდა რომ ეს სტატია მას მიუძღვრო მის ხსოვნას. იკვეთება რომ თანამედროვე ოსებში, როგორც სამხრეთში და ასევე ჩრდილოეთში, ზუსტად ეს სვანური ჰაპლოჯგუფი ჭარბობს. დომინანტურია იქაც. და ეს ჰაპლოჯგუფი ჩრდილო კავკასიაში, G ჰაპლოჯგუფი, ხო G კავკასიის მონადირის შემგროვებაზე არ მაქვს ლაპარაკი. ჩნდება მხოლოდ ყობანის კულტურის პერიოდში. აი ეს მომთაბარეებში, რომელიც სკვითების სახით არიან წარმოდგენილი, ალანების სახით არიან და ალანები ითვლება თანამედროვე ოსების წინაპრები, მათ არც ცენტრალურ აზიაში, არც სამხრეთ ციმბირში, სადაც მათი კულტურები წარმოიშვა და არც ჩრდილო კავკასიან მიგრაციის დროს ეს ჰაპლოჯგუფი არ ჩანს. ისევე როგორც აქაც არ დახვედრიათ ერთადერთი სადაც ჩნდება ეს არის ყობანის კულტურა, რომელზეც დიდი ხანი არქეოლოგები ფიქრობდნენ, ახლა რუსები ბევრია არ ეთანხმება, რომ არის კოლხეთის კულტურის გაგრძელება. ეხლა ამაზე დავა შეიძლება, მაგრამ რამდენად გადავიდა კულტურა, მაგრამ ის რომ
პოპულაციის გადაადგილებას ჰქონდა ადგილი სამხრეთიდან ჩრდილოეთში, ეს არის ფაქტი გენეტიკურად. მერე როგორც ჩანს მოხდა ამას სხვა შორის რენფრი უწოდებს ელიტური ენის ჩანაცვლებას, რენფრი არის ესეთი არქეოლოგი, რომელსაც თავის მოსაზრებები აქვს, მაგალითად ინდოევროპული ენების განვითარების ანატოლიას მიიჩნევს საწყისხაროდ. აი ეს ტერმინი შემოიღო ის რაც მაგალითად აზერბაიჯანში. აზერბაიჯანის მოსახლეობა მკაფიოდ არის ადგილობრივი, თუმცა ენით არიან თურქულ ალათაური ენის წარმომადგენლები. გენეტიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები და სომხები, აი მთავარი კავკასიური მონადირეების შემგროვებლების ხაზით უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან, ვიდრე მაგალითად აზერბაიჯანელი თურქეთთან, გენეტიკური ხაზით. რას ნიშნავს ეს, რომ ენამ და კულტურამ წაძლია, ანუ თურქები მასიურად შემოსულები აზერბაიჯანში არიყვნენ, მაგრამ ელიტურმა ნაწილმა მოახერხა ის, რომ ენა ჩაანაცვლა. დაახლოებით ეგეთი რაღაც მოხდა ჩვენი ვარაუდით ყობანის კულტურის დროს და სხვა შორის ოსების ძალიან ცნობილი ვასილ აბაევი ლინგვისტი არ უარყოფს იმას, რომ ოსური კლასტერი როგორც სუპერსტრატი შემოსულია და სუბსტრატზეა დადებული. ანუ აქ დახვდა მოსახლეობა, ოსურმა ალანურმა პოპულაციამ გენეტიკურად გავლენა ვერ მოახდინა, მაგრამ თავის ენა გაავრცელა. ასე რომ აი გენეტიკამ უკვე ეს ნაწილიც გაშიფრა და აქედან გამომდინარე ეგეთ წოდებული დვალების ეთნიკური წარმომავლობის საკითხიც შეგვიძლია ჩვენ ასე ვთქვათ აი კუთხით განვიხილოთ. სხვათა შორის თქვენ დასაწყისშიც ახსენეთ ენა და ახლაც და კულტურა რა თქმა უნდა, რომელიც კიდე ცალკე საუბრის თემაა, ნამდვილად აქ ესეც იმხელა თემაა, რომ რა თქმა უნდა ვერ ჩავატევთ ამ ერთი გადაცემის ფარგლებში, მაგრამ აი ენასთან მიმართებაში იგივე რა კავშირები იკვეთება? მადლობა, კაი კითხვა, ნამდვილად. ეხლა რაშია საქმე? ენის წარმოშობაზე ბევრი თეორია ახლა აქ არის ამ სიღრმეებამდე არ შევალ, მაგრამ მე ვთვლი, რომ ენების დიდი ოჯახების ფორმირების პროცესზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა უკანასკნელი გამყირვების მაქსიმუმი. ეხლა რა თქმა უნდა, ნოსტრატიული თეორია არსებობს, რომ ენა ძალიან დიდი ხანი არსებობს და თანამედროვე ენათა ოჯახების ჩამოყალიბებამდე იყო რაღაც დიდი საერთო ნოსოტროს, ანუ ჩვენი, ასე ვთქვათ, ესეთი ენა, ეს რუსეთის ლინგვისტური სკოლის თეორია, მაგრამ მერე მოხდა მათი დაშლა და მე ვარაუდობ, რომ აი პროტოქართული ენის წარმოშობის ადგილი არის ზუსტად ის იმერეთის რეფუგიუმი, ზემო იმერეთის, სადაც წარმოიშვა კავკასიელი მონადირე შემგროვების კლასტერი გენეტიკური. მე მას უწოდებ კულტურულ ბიოლოგიურ კლასტერს. მე ვთვლი, რომ ზემო იმერეთი ძალიან მკაფიოდ შეგვიძლია განვიხილოთ ამ მიმართულებით და სხვა შორის ეს ემთხვევა გამყრელიძე ივანოვის თეორიას ქართული ენების წარმოშობის ადგილთან დაკავშირებით. ისიც სამხრეთ კავკასიის მთისპირეთს მიიჩნევდა. ანუ ძირითადად მასალა უფრო მარტივი ასაღებია, როგორც ჩანს ხმელეთზე და იგივე ზემო იმერეთში და მართლაც იქ ძალიან ბევრი გამოქვაბულია ახლა თქვენ რო საუბრობდით, გამახსენდა ის ლანდშაფტი, რომელიც არის უნიკალური აბსოლუტურად. კი. იქ არის მე ვიცი რომ ბონდია კაიხანი წაგებ, ბონდის მღვიმეა ასეთი. იქ ოსტეომასალა მძვალი მოიპოვეს და ეს უკვე მე-3 წელია წაღებულია, რატო არ გვაძლევენ? გატანილია უცხოეთში. კი, ამოღებულია გენომი და წაღებული აქვთ. ხო ველოდებით იქ როგორ ხდება ხოლმე? იქ რიგი დგას. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს ცოტა ბევრი არ არის ცენტრი, სადაც ეს ხარისხიან ხდება გენომის შეგვენილება. ამ რიგის მერე ავტორმა უნდა იკვლიოს, შეუდაროს, მერე უნდა არქეოლოგიურ კონტექსტში ჩას, მერე სტატია გამოაქვეყნოს, სადაც მოიმადლიერებს და ჩვენს ვიღაცა ავტორებს თანაავტორებად შეიყვანს. და ამასობაში თან თვითონ შერჩევასაც თვითონ ახდენენ. აი ახლა იყო სტატია, მათ შორის ქართველი თანაავტორების მონაწილეობით, სკაურტანიოცი არის ახალგაზრდა მკვლევარი, ეს მაქს პლანკში მუშაობს და რატომღაც მას უკვე საიტით შექმნა კავკასიელი მონადირე შემგროვების ხაზით და ნუ რატომ უნდა იკვლევდეს ხო სკაურტანიოცი და რატომ უნდა იყვნენ თანაავტორები, ჩვენი ავტორები, ისიც რომ ვთქვათ
მართლაც რა სამწუხარო და შესაძლებელი ალბათ და სწორედ განვითარება ამ მიმართულებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებს გულისხმობ და ეს თანამედროვე მიდგომა, როდესაც ხდება რამოდენიმე მეცნიერების გაერთიანება ერთად, იმიტომ მულტიდისციპლინარული. ძალიან მულტიდისციპლინარული რომ იყოს კვლევა და რატომაც არ შეიძლება ეს ხდებოდეს საქართველოში, მარტო ამიტომ არის ბევრი რამე შესაძლებელი ჩვენ განათლების სისტემაში, როგორც ჩანს, რომ ადგილობრივად იგივე ანაბეჭდი ახსენეთ თქვენ და მასალა სულ მიდიოდა უცხოეთში. ანაბეჭდების ამ წუთას არც ვიცი ჩვენთან აკეთებენ თუ არა, მაგრამ პასუხსელოდებიან იქ მტვერი იქნება თუ ანაბეჭდი ვთქვათ კრიმინალისტიკის უკვე მე ვიცი რომ შინაგან სამინისტრო ამ ლაბორატორიამ მე დაასრულა. მაგრამ აქაც ეს ხაზი უფრო წავა არა სნიპების დონეზე, ანუ ერთი ნუკლეოტიდის დონეზე ცვლილებაზე, არამედ წავა ეგრეთ წოდებული მოკლე ტანდემური გამეორებები. ეს სხვა ხაზია ჰაპლოჯგუფები. აქ ჩანს უფრო მამბობის დადგენის მეთოდია, ნათესაობის დადგენა, გვარის ისტორიის კუთხით გამოდგება და ადამიანის იდენტიფიკაცია უფრო ამ კუთხით ხდება, იმიტომ რომ ზუსტ მონაცემს გაძლევს. ჰაპლოჯგუფი ჩვენ შეიძლება საერთოდ გქონდეს. ჰაპლოტიპი განსხვავებული, მაგრამ რაღაც რაც შეეხება მოკლე ტანდემური გამეორებები, იქ უკვე ადამიანის კონკრეტულად პიროვნების იდენტიფიკაცია უფრო იოლია და მაგ ლაბორატორიას ჩვენ ამ კუთხით ვერ დავტვირთვით. კრიმინალისტებს თავის საქმე აქვთ, ასე ვთქვათ. მე უფრო ვფიქრობ, რომ ლუგარი უნდა გამოვიყენოთ ამ ხელა სხვა შორის მნიშვნელობა აქვს, რომელ ლაბორატორიაში რა ისტორიის მქონე ლაბორატორიაში მოხდა სეკვენირება, ამას აქვს მნიშვნელობა. და ლუგარს აქვს საკმაოდ დიდი ავტორიტეტი მსოფლიოში. სამწუხაროდ ჩვენი დრო მთლიანად ამოიწურა, გისმენდით ძალიან დიდი ინტერესით, იმიტომ რომ უამრავი რამ გავიგე, რაც არ ვიცოდი და მადლობა თქვენ ამისთვის. მადლობა თქვენ. და ჩემი აზრით ეს ალბათ საუბარი კვლავაც უნდა გაგრძელდეს და მე იმედი მაქვს რომ ითანამშრომლებთ ჩვენთან. დიდი შეამოვნებით, დიდი შეამოვნებით მით უმეტეს რომ პიონერი ამ სფეროში იყო პატრიარქი, რომლის ლოცვა-კურთხევითაც აი კვლევები დაიწყო მიმართულებით. უღრმესი მადლობა ბატონო თედო და მე კი შეგახსენებთ რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო არქეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი თედო ისაკაძე. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.